მარილი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მოხმარებადი სანელებელია. სპეციალისტების განმარტებით ადამიანმა უნდა იცოდეს მისი გამოყენების დღიური ნორმა. ბოლო 50 წლის განმავლობაში ჩატარებულმა მეცნიერულმა კვლევებმა აჩვენა, რომ რაც უფრო მეტ მარილს მოიხმარს ადამიანი, მით მაღალია მისი არტერიული წნევა. ადამიანის ჯანმრთელობისთვის და ორგანიზმის სწორად ფუნქციონირებისთვის დღეში მხოლოდ 1 ჩაის კოვზის სუფრის მარილია რეკომენდებული. სპეციალისტების განმარტებით მარილის ჭარბი რაოდენობით რეგულარულმა მიღებამ შესაძლოა მაღალი წნევა, გულის დაავადება და ინსულტი გამოიწვიოს. ჭარბი მარილის მიღების შემთხვევაში ადამიანს აწუხებს შებერილობა, აქვს შეშუპებული ფეხები, აღენიშნება თავის ტკივილი და უძილობა. შეიძლება ვინმეს მიაჩნდეს, რომ სახლში მომზადებული კერძის გემოს სრულყოფის ერთადერთი საშუალება მარილის დამატებაა. სინამდვილეში არსებობს უამრავი სხვა გზა, რომელთა საშუალებით საკვები შესაძლებელია უფრო მეტად არომატული და გემრიელი გახდეს. სპეციალისტების განმარტებით სასურველია მარილიანი საკვები ჯანსაღი პროდუქტებით ჩაანაცვლოთ. როგორიცაა ახალი ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული, ნიახური, კიტრი და სტაფილო. სპეციალისტები მოგვიწოდებენ ჩავანაცვლოთ მარილი ციტრუსით, ახალი მწვანილით, წიწაკით, ნივრით, შავი პილპილით და სხვა სანელებლებით. მათი განცხადებით უნდა შემცირდეს მარილიანი სოუსების რაოდენობაც.